გამარჯობა მეგობრებო, ჩვენი პოდკასტი დაბრუნდა 23 ეპიზოდით და პირველ რიგში ამ შესვენების მერე რა როგორ ხარ ეგ მითხარი. მე არა მივიჭე როგორ. მე ცუდად ვარ, ხმაზეც მეტყობა რომ ცუდად ვარ, მაგრამ ესე რა ვომოვთ, არ ვაგდები ხარ. ისეთი კარდი მოდის. ვერ ჩავაგდებდი ამ შესაძლებლობას რომ ეს კარდი არ გამეხილა და ამიტომ მოდი პირველი ერთ სიახლეს ვიტყვი რა, რომელიც ვიდეოს აი კარდის განხილვის შემდგომ დახვდება ჩვენს მაყურებელს რა. ესეთი გასართობი თამაში, რომელიც გაიტესტება დღეს პილოტი იქნება, ჩაეშვება ამ თამაშის და ვნახოთ რა გამოვა, როგორ გამოვა და მოკლედ კარტს უყურეთ, იმიტომ რომ კარტს მალევე გადავირბენთ რა. ნუ ისე არ არის ხარ ბუჩეჩებით და რაღაც, მაგრამ მალე რა და იქით მე გავერთოთ რა, ნიუსებსაც ვილაპარაკოთ მე. მოკლედ ნიუსების ბლოგს შორის და მაგის შორის იქნება პაცა თამაში რა. ხო. დავიწყოთ? დავიწყოთ. რავი, ერთი სიტყვა მითხარი, აი ერთი სიტყვა მინდა ზუსტად ლოპესის სილვაზე და მე დავიწყოთ რეისს. ხო, ლოპესის სილვაზე fighting nerds არ უდგას კაი პერიოდი, მაგრამ გადაიარა რა ამ hype-მა, რაც დაუმარცხებელი სტატუსით ჰქონდათ და ლოპესის სილვაზე მეტად ჩემთვის სენდენი რუფის შედეგი იყო რა. უფრო მოულოდნელი ვიდრე ნერდებიდან იძახი? კი. ხო, მოულოდნელი შეიძლება, მიუხედავად იმისა, რომ ველოდებოდი. ხო, მიუხედავად იმისა, რომ სილვა უფრო ფავორიტი იყო ვიდრე რუფი თავის ჯგუფებში. მაინც რუფის წაგება უფრო მოულოდნელი იყო ბენუასთან. ამ შემთხვევაში ხა ლოპესი გატესტილი მებრძოლი არის რა. ბევრი მაღალი დონის ოპონენტი შეხვდა. მაღალი დონის არის თვითონაც რა. კი და ანუ მიუხედავად იმისა, რომ მეორე რაუნდში აყვა სილვას თავის თამაში, ის ვოლკთანაც ვნახეთ, რომ ანუ ყველანაირ დარტყმას იტანს ქვემსუბუქ ზონაში დიეგო ლოპესი და ის დარტყმაზე რაზეც დაიჭირა შემთხვევით რო არ ყოფილა რა, როგორც მერფი პიკოზე ვერავინ ვერ იტყვის, რომ შემთხვევით იყო spinning elbow, ხო რა. აი არ ყოფილა შემთხვევითი კარგად გათვლილი ტრიალში დაყვი იყო და საერთო ჯამში მომეწონა რა. ლოპესი ძალიან მაგარი მებრძოლია და ეგეთ ბრძოლებს რა აი დიდი underdog-ი რო არის გამოცდილი მებრძოლი, რო ვიცით რომ კაი მებრძოლია და მეორე რო აი რო არ ვიცით გატესტილი რო არ არის მაგალითად ის რო იყო ტალისონ ტეიშეირა კიდე ის დერიკ ლუის რო შეხვდა ტალისონ ტეიშეირა ეგრევე ჯგუფში აი ჰაიპის გამო რო არიან რა ფავორიტები და ეგეთ underdogs რო გაარტყავ რა რო იტყვი რომ მოიგებს და მაგ დროს გონია თავი რომ აი რაღაცა ბუკმეიკერებს ბევრი ჭკვიანი ვარ მეთქი რა იმ არის ხა რეალურად სილვაზიც რო თქვა არ არის ცუდი მებრძოლი რა და ძალიან კარგი ხო ძალიან მაგარი მომენტები ხონდა უბრალოდ თვითონ რაც თქვა ორნიზე წავიდა რა და ჩანდა ეგეც რო ორნიზე წავიდა მეორე რაუნდში გონია რომ აი ვოლკს რო აი ეგ მეორე რაუნდი აჩხუბა ლოპესის მაგიურად რა აი ეგ დარტყმები რომ მოხდეს სილვასთან გაითიშე და ძალიან ბევრი დარტყმა გაუტარა კი იმენა თმა იმენა ესე ხან აქეთ იყო ხან იქით იყო უბრალოდ ლოპესის ხვა ვიცით რა ხა ჩემთვის გასაკვირი არ ყოფილა მაგრამ ლოპესი დაბრუნდა საჩემპიონო მარათონში ისევე და რავი მე მგონია რომ მაინც ერთს აჩხუბებენ კიდე და სხვათა შორის ოლივერესთან ჩხუბზეც გამოთქვა სული თუმცა ეგ ჩხუბი არ ჩაინიშნა მაგაზეც მივალთ მოკლედ ბოლოსკენ რა როგორ ნიუსებში და მოკლედ მომწონს და მიხარია ძალიან რომ ლოპესი კარგად აი იქ არის სადაც უნდა იყოს რა იმ წაგების მერე კარგი მოგებით დაბრუნდა რა და მოდი ახლა ჩვენ წაგების მერე სამოგებიანი სერიით რო დაბრუნდა აი მაგ ადამიანზე ვისაუბროთ დომინიკ რეიესზე თან როგორი ბექგრაუნდის მქონე ადამიანი ხო ადამიანი ვინც ბევრი აზრით მოუგო ჯონ ჯონს. კი, ყველაზე ჩემი აზრით თუ ვინმე მოუგო რეიესი არის ვინც მოიგო და მეორე ალბათ გუსტავსონი. ხვდება ძალიან მაგარ პროსპექტს, ნუ ძალიან მაგარს მოდი ესე ვერ ვიტყვი. მაგარ პროსპექტს ხვდება, რომელსაც ერთადერთი სადებიუტო წაგება აქვს მარტო UFC-ში და მაგის მერე ყველა ბრძოლა აქვს მოგებული. ბევრი ფინიშიც აქვს, ბოლოსკენ გადაწყვეტილებებსაც უმატა. ოპოზიცია რო გაეზარდა, ეს არის კარლოს უბერგი. მოდი აბა ახალზელანდიელი, ხო? ახალზელანდიის MMA-ის წარმომადგენელი. რავი, რეალურად რო გითხრა ჩემპიონატი სიმპათიები ძალიან იხრება დომინიკ რეიესისკენ რა. გულშემატკივრობდი სულ და მით უმეტეს ეს ბოლო სამი ბრძოლა რა დაბრუნებაც გააკეთა იმ ბრუტალური ნოკაუტების შემდეგ, რაც ჰქონდა რა. საინტერესო თან
ეს უკაცრავად ეს მოგებებიც რაც დააგროვა სამივე ულამაზესი ნოკაუტებით მოიგო რა. ყველა ულამაზესი ნოკაუტით მოიგო და მე მგონია რომ ბრუნდება. კრიბოვის ნოკაუტი? ხო, ძალიან მაგარი იყო. მგონია რომ დაბრუნდა რა ეს თავდაჯერებულობა დაუბრუნდა და ეგ თავდაჯერებულობა ატლოს იმის თქმის საშუალებასაც რომ ამის შემდეგო მარტო ტიტულზე ვიჩხუბებო რა. ეგრეც არის იდეაში ხა ულბერგი ისეთ პროსპექტი არის რომ დაამარცხოს და მე მგონია რომ აქ ფინიში იქნება და ფინიშიც თუ დაამარცხა ფინიშიც თუ დაამარცხა ხო მაშინ აუცილებლად აქედან მოგებული უეჭველი კამარზე გადის რა და პლუს მეორე კონტენდერი იქით ირკვევა მე პროხასკა რანთრიში ხო და მე ჩემი პირადი სიმპათიებიც ანუ რეიესისკენ არის და მაგიტო უფრო ორივე ისე ვარ და სუბიექტივები ასე ვთქვათ თორე რეალურად ძალიან დიდი ანდერდოგი არის რეიესი და ანდერდოგი იყო მე მგონი ბოლო ბრძოლებში ძირითადად ტრილოუთანაც ანდერდოგი რო იყო ზუსტად მახსოვს კი და ზოგადად ნუ ეს უკვე რავი რისთვის გავიძახით არ ვიცი უბრალოდ ინფორმაციის ამბავში თორე არაფერს არ ნიშნავს რა. აი არც ფავორიტობა და საერთოდ არაფერს არ ნიშნავს და რეიესი არის მოკლედ რატომ არის ახლა ანდერდოგი? იმიტომ რომ ჯერ ერთი ასაკი მეორე ის რომ ძალიან დიდ წაგებად სერიას დიდზე რა წაგებად სერიასაც გააჩნია ანუ უგონოდ თიშავდნენ რა. და ეგ ხო სპენმა ის საშინლად დაანოკაუტა და ასე შემდეგ და მოკლედ ძალიან ცუდად იყო რა და ულბერგი კიდე პირიქით ანუ ისე ამყარებენ ამ ბიჭზე იმედებს რომ ხო რომ ჩემპიონი უნდა გახდეს აძლევს თან მაგის საბაბს რა ბიჭო ხო მაგრამ ძალიან მაგარი სტრაიკერია ულბერგი მე ვიტყოდი ულბერგი მოიგებს აუცილებლად თქო რო არ მქონდეს ნახი ბლაჰოვიჩთან ჩხუბი რომელიც ბოლო ბრძოლა არის ულბერგის რა და რატო იმიტომ რომ მე მგონია რომ 40 წლის ვეტერანმა მოუგო ეგ ბრძოლა რა ან მინიმუმ აი ეგ ბრძოლა გადაწყვეტილებით აი როგორ მოიგო იცი აი თუ მოიგო ეგეც აღარ ვიცი აი თუ მოიგო ეგეც მოიგო იმიტომ რომ სადღაც ორჯერ მეტი დაარტყა ორი თუ პროსტორეთ რაღაც ისულელე რა ბლაჰოვიჩმა მოკლედ ბლაჰოვიჩს უფრო მეტად რო ვერ უგებ ანკალავი ალბათ საერთოდ გაგაქრობს პირდაპირ და არ ვიცი რა რეიესთანაც მე მოკლედ შანსები ძალიან ისე მგონია რა რომელიც არ 50-50-ზე ვფიქრობ მე თუ 50-50-ზე არის ალბათ აი თუ მიცემ მაინც ფავორიტობას 60-40-ზე ალბათ იმიტომ რომ ის ტექნიკა კი ბატონო უკეთესია გულბერგს რა მაგრამ რეიეს უფრო უკეთესი ნოკაუტის აღების ასე ვთქვათ ძალა აქვს რა მენიფილდი აღარ არის ხო ანუ ეგ არის რომ ვეღარ ჩამოწვა ამ დონეზე რომ დაბრუნდა всё მორჩენილი არის და მაგიტო რეიესის მოგებას მაინც ვფიქრობ რა არ ვიცი რატო მაგრამ ძალიან უწურო რეიესის ანდერდოგობას და ძალიან მინდა თან რა ეხლა რო ვერ მოიგოს საერთოდ არც მე დიდად არც მეწყინება მაგრამ ულბერგიც რავი რატომაც არა თუმცა მეც ვერ გეწინააღმდეგები რა პირადი სიმპათიების ძალიან ისეთი რაღაცა არის რა ბალტახუჭული მოყვება ეგ სიმპათია რაც გვაქვს იდეაში იმ ბრძოლიდან გამომდინარე არის რაც ჯონ ჯონსთან ქონდა თორე ისე რავი რა ჩვეულებრივი კარგი მებრძოლი არის რა ნუ ნახოთ რა იქნება ყველაზე კაი მაინც ის არის რომ ის დომინიკ რეიესი დაბრუნდა ვინც საჩემპიონო ბრძოლა დაიმსახურა მაშინ და ვინც საჩემპიონო ბრძოლაში ეგეთი პერფორმანსი დაადო ჯონ ჯონსის წინააღმდეგ რა ანუ უყურებ და ხედავ რომ ყველა მონაცემი აქვს რომ კონტენდერი იყოს ისე და ეგ არის ძალიან სასიამოვნო ფაქტია რა ერთს შევთანხმდეთ რომ საბმიშენი არ მგონია აქ რო იქნება ჭიდაობა რო დაიწყანე ალბათ არ არსებობს მაგრამ 1%-ით ალბათ მე რეიესის მოგების რეიესმა თუ უნდა მოიგოს ალბათ მხოლოდ ნოკაუტით რა და ულბერგს რაც შეეხება შეუძლია ნოკაუტითაც მოგება და გადაწყვეტილებითაც ეგეც გვანახა ამიტომ ლოგიკური არის რომ მოკლედ ფავორიტი არის თან ახალგაზრდა არის შედარებით და ნახოთ მოკლედ რა იქნება მე რეიესი გამისწორდება თუ არ იქნება რეიესი არაუშავს აი ეგრე ვარ რა და მოდი ახლა ცოტა კომენინიც იმიტომ რომ სხვაშორის ეს კარდი ისეა შედგენილი ნუ დაუკვირდეთ ზითაც უმძიმე წონსნები ჩხუბენ აი ჯეკ ჯენკინს თუ არ ჩავთვლით რა და ასე შემდეგ კომენი გვაქვს ჯიმი კრუტი ივან ერსლანი და რატომ მინდა ამას ლაპარაკი რა იმიტომ რომ ჯიმი კრუტს ძალიან გულშემატკივრობ მithumetes am bolos, იმიტომ რომ ძალიან კაი ფინიშერი ადამიანია და ის წაგებების სერია რაც ქონდა
მეწოდებოდა მაგწერილების სერიისთვის და სხვათა შორის წინ წასვლა შეუძლია რა ბევრად. მე ვფიქრობ რომ IQ-ი გამორჩეული მებრძოლების ბრძოლა არ იქნება იქ. ზუსტად მაგიტო ფინიშია. საინტერესო ბრძოლა იქნება ძალიან ხა რეალურად ჯიმი კრუც ბევრად მეტი უპირატესობა აქვს ვიდრე ივან ერსლანს. ეგეც ფაქტია. ერსლანს აქვს უბრალოდ ძალიან მაგარი ნოკაუტის ძალა. კარგი დაცვას აქვს რეალურად, მაგრამ ამ კარგი დაცვაში მაინც ატარებს, ბევრ დარტყმას ატარებს საკმაოდ და ცალკე აღსანიშნი არის ის რაც აძლევს ყოველას დიდ უპირატესობას ჯიმი კრუს, რომ ტოპი ანუ ზემოდან ძალიან მაგრად აკონტროლებს და უტევს ხოლმე საბმიშენებზე რა. ხო, საბმიშენებიც კარგად შეუძლია. და დამუშავება შეუძლია, დაზიანება იცის მებრძოლის, როცა ჩასული არის ან მიწაზე და ზემოდან ექცევა რა. ჯიმი კრუტი, ამიტომ ფავორიტი არის ჯიმი კრუტი, ამეც ამ შემთხვევაში ვემხრობი უშუალოდ მაგ მოსაზრებას, რომ ფინიშია თან არის აი როგორი ფინიშიც, აი კრუტის ძალიან ისეთი ფინიშია, უეჭველი რომ გონია, რომ ესეთი კარდი იქნება რა ფინიშებით დახუნცლული. ჯეიკ მეთიუსი ნილ მეგნი ესეც საინტერესო ბრძოლა არის. ნილ მეგნი ბოლოს ელიზე უზალესკი დააფინიშა. რამდენი ხანი ტიპს ფინიში არ ქონდა აღებული და მესამე რაუნდი რჩებოდა თვითონ ძალიან ცუდ პონტში იყო. და აქეთ დააფინიშა ელიზე უზალესკი. რას ფიქრობ ამ ბრძოლას? მეთიუს სახში არის. გონია რომ მეთიუსმა უნდა ჩაიწეროს ის ვინი რასაც ვისაც ტოპებში ყოფნა უნდა ისინი იწერენ რა. მეგნი არის ეგ ტიპი რა. ერთს მეგებს ერთ წაგებს, თუ პროსტა ჰაიპია ტიპი და აფროდ ჩეკებს თუ არა და გაუშვებს რა. ეგ ტიპი არის და ხო რა. ის სხვათა შორის ტენდენცია იყო ეხა ამ ბოლო UFC-ს ქარდებზე, აი პარიზის ქარდზე და კიდე სად იყო? პარიზის ქარდზე ყველა ფრანგმა მოიგო და ეხა ბოლოს სად იყო კიდე? სადღაც იყო აი. წინა ქარდი? ხო, გათიშული ვარ ძალიან ეხა. რომელიღაც იმაში იყო. მექსიკის ქარდი. მექსიკის ქარდზე ყველა მექსიკელმა მოიგო. ხო. დიეგო ლოპესის ჩათვლით. ნახევრად მექსიკელი. ხო და ფაქტია ეგ. მაგრამ იდეაში თემა რა არის, რომ პარიზის ქარდზე ამდენი ფრანგი არ იყო, როგორც აქ ავსტრალიელი. ხო, ყველა ბრძოლაშია. ყველა ბრძოლაში არის ალბათ ავსტრალიელი, რავი, ან ახალზელანდიელი. უფრო, ძირითადად ისინი არიან და რომელ ბრძოლაზე მინდა იცი კიდევ პარკი და დავამთავროთ. ხო, უბრალოდ ისიც ახსენე ხა ჯუნიორ ტაფას, ჯასტინ ტაფას ბრძოლა. ანუ ჯასტინ ტაფა ვიცით ყველამ. ალბათ ყველამ ვიცით და ძალიან საინტერესო ოპონენტი ყავს. უზარმაზარი ოპონენტი ყავს. ეხლაც უზარმაზარი ოპონენტი ყავს გაბარიტებში, აი როგორ მოწყვიტავენ, იცი? აი დარწმუნებული ვარ რომ მოწყვიტავ. საშინლად თან. ეს და თავის ძმა საერთოდ როგორ არიან UFC-ში არ ვიცი, ჯუნიორი და ეს ჯასტინ. ის მეორე. აი მე ჯუნიორზე უფრო არ ვიცი, ჯასტინს რაღაცნაირად გამონათებები ჰქონდა. ჰქონდა კი და ჯუნიორმა ერთი გამონათება იცი რა ჰქონდა? რომ ადგა და ჰევიდან ჩავიდა ლაით ჰევიში და ათრიეს ტილოსავით და თან რო ჩავიდა გახსოვს ტუკოსმა როგორ მეგონა რომ ტუკო ტოკოსმა მოუგო, რომელსაც მოგება არ ჰქონდა UFC-ში. ტიპმა გრეპლინგის ანი ბანიარიცის რა არც ტუკოტოკოსმა და არც იმან დაასაბმითა ვაფშე არა ეს იქნება ბენგერი ჩხუბი აი არჩემ მგონია რომ ცალმხრივი იქნება ცალკარა იქნება მაგრამ ძალიან სანახაობრივი ჩხუბი იქნება ერთი გარტყმა არის და მორჩენილი ანუ შეიძლება აქ ჯასტინმაც გაატაროს ერთი და დაამთავროს უბრალოდ გაბარიტებს შეხლა იცი საზრდოobject თუ შეგიძლია აი უბრალოდ შეატარე რა ძალიან გაბარიტებში აჰა შევატარე ძალიან დიდია ძალიან საგრძნო სასაული ჩხუბი იქნება საყურებელი იქნება ძალიან მაგარი კი რეკორდიც არა აქ ეხა გადამრიე და ვაიმე და შეიძლება ჯასტინიც რავია ხო ეხა UFC-ში დებიუტი ეგეთი მარტივი ვინცა უნდა იყოს სულ აი ამას თავის მას აქვს ერთნაირი რეკორდები ამას აქვს 7-5-ზე და ერთი no contest კიდე და იმასაც რაღაც ეგრე რა კაი მოდი ეხა ერთ ბრძოლაზე იმაზე ვილაპარაკოთ და მე ქართველების ექს ოპონენტები ხო კოლბი თიკნესი და მუსასა რომელიც ერთი დანავაიც კონტენდერებზე და ერთი ალექსანდრეს დებიუტში ვნახეთ ძალიან მაგარი ბრძოლაა სხვათა შორის
ობით იქნესი უნახეთ ანდერდოგია კოლბი. კი, ძალიან დიდი ანდერდოგი არ არის. მაგრამ ანდერდოგია. მუსასა რომლის დებიუტიც რო შედგა, ჩვენ წერდით მაშინ გადაცემებს თუ გახსოვს. კარლოს ვერასთან წააგო, კარლოს ვერამ სასწაული ნოკაუტით მოუგო მან. კი ბატონო, უგონოდ გათიშა. ხო და როგორც ჩხუბი ძალიან საინტერესო ჩხუბია რა. მაგარი ბრძოლა. მაგრამ აი პრედიქშენზე აკეთება ცოტა რთული არის ამ ბრძოლაში. უეჭველი, აი მე არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან მგონია რომ თიქნესი მოიგებს. მაგრამ გადაწყვეტილებით იქნება დიდი ალბათობით. კი, სახლში არის. ხო. ეგ ერთი და მე უყურე მუსასას ჩხუბსაც დანავაიც კონტენდერებზე. ხო, ბევრი ფიქრობს რომ თარმამავი ბრძოლა ხოტონზილოს სპლიტით მოუგო. ხო და ბევრი ფიქრობს რომ არ მოუგია რა. სპლიტი როცა არის აუცილებლად არის რომ ან მოიგო ან არა. ხო, კონტენდერ სერიებში თან ისე არის რომ იშვიათად გადაწყვეტილებით ხო რომ აიყვანონ ხო. იმიტომ მოიყვანეს რომ იქამდე სუფინიშები ქონდა რა მუსასას რა და როგორც კი უკვე დანავაითის კონტენდერებზევე რომ გაეზარდა ოპოზიცია რა მაშინვე შეეტყო რამე ბრძოლი არის და შეეტყო რომ აი კონგოში აქვს დაგროვებული ეგ თავისი რეკორდი რა და ვიღაცა აი 1-2-ზე რეკორდიან ტიპებს თიშავდა და კოლბის რაც შეეხება კოლბისაც ანალოგიურად ავსტრალიის ერთ-ერთ იმაში რა ორგანიზაციაში გამოდიოდა ერთ-ერთ პრომოუშენში და ანალოგიურად აქ ამასაც რა მაგრამ ხარისხი გამოჩნდა ალექსანდრეს რო ეჩხუბა რა ალექსანდრესთან თავისთვის ანუ ნახე კარგად შევაფასებდი მაინც რა კოლბისთვის მაგ ბრძოლას იმიტომ რომ თან short notice-ზე ჩახდა short notice-ი იყო და თან ანუ ის იმი იარაღის გარეშე იჩხუბა რაც მთავარი აქვს ეს არის ჭიდაობა რა ფეხზე იჩხუბა მთელი ბრძოლა ფეხზე არ არის ეგეთი ძლიერი და ამის მთავარი ბაზისი ასე ვთქვათ არის ჭიდაობა და ჭიდაობას თუ გამოიყენებს იმ მებრძოლთან ვისაც ეჩხუბება ძალიან დიდი შანსია რომ მოიგოს და მუსას არის სტრაიკერი. მუსასა გამოგვეცილა სტრაიკერია თან. ხო, ანუ ისეთი არის მძიმე ხელებით არის, კი ბატონო, თუმცა მგონია რომ კოლბი ჭკვიანურად მოიგებს, მithumetes ვოლკის დამხმარე არის, ასე ვთქვათ რა. უთხაში დაუდგება და ეს fight IQ-ს თემა არ ექნება რაღაც ნაკლოვანებაში რა, იმიტომ რომ ეგ ალექსანდრესანაც გამოჩნდა, მაშინ დაფინიშებოდა, ხო? კი. იჩხუბა ძალიან კარგად, სწორად იჩხუბა და ამიტომ კოლბის მოგება მგონია რა. ნაჩუქარი. ხო, მაგრამ ნაჩუქარი ანდერდოგი. როგორი რაღაც არის, იცი, მუსასას ჩამოწერად სამ მგონია ეს შეიძლებაოდეს რა, იმიტომ რომ ნუ კი ბატონო, მაგაში გეთანხმები. მინიმუმ ოთართან რა ბრძოლაც აჩვენა. ხო, ანუ ის იყო ახლო იყო. ხო, უბრალოდ ოთარიც უფრო სტრაიკერია რა. კოლბის ანუ სტილებს შორის დაპირისპირება არის. ეგ არ ვიცით, ანუ ეს ადამიანი რას შვება მოჭიდავეებთან რა. ხო, მეც მგონია რომ თავის მხარეს გადაიყვანს კოლბი თავის მოედანზე და იქ მოდგებს. მოჭიდავეს მინიმუმ ის უპირატესობა მაინც აქვს, რომ თუ ვერ წააქცია და არ მოხვდა ვთქვათ რა, მაგ წაქცევის მომენტში რაღაც იქ კლინჩი შეიყვანს, გაუფუჭებს რა თამაში. მე მგონია რომ ადამიანელი გამარჯვება იქნება ამ ბრძოლაში სხვათა შორის. ამაში? ო, არ ვიცი ძმა. თუ ადამიანელი იყო, ალბათ უფრო მუსასავს ვფიქრობ. თუ ნოკაუტი ალბათ მუსასა, თუ საბმიშენი უფრო კოლბი რა. მოვჭით ადამიანელი იქნება ჩემი აზრით. მოვჭით და რავი რა, რო გითხრათ რომ გადასარევი კარდი არის თქო, არა, თუმცა იმასაც ვერ ვიტყვი რომ სანახაობრივად მომიწყენთ რა. ხო, ძალიან აი გასართობა, ხო, გასართობი იქნება. დაუბრუნდით ძველ დროებს და ღამისამზე იწყება კარდი და არა და როგორ მიგვაჩვი ეს რა. აი ისევ გათენება მიწევს დილის 6-ზე დაიწყება მეინ კარდი და რავი რა, მართლა კარგი კარდი იქნება ჩემი აზრით, ცუდი არ უნდა იყოს, სანახაობრივი იქნება, იმიტომ რომ ამდენი heavyweight და light heavy რო ჩხუბობს, რთულია რომ ისეთი გამოვიდეს რა, არასანახაობრივი. თან მგონია რომ მალე მივალთ main card-ის ბრძოლამდე რა. იმიტომ სულ ფინიშები იქნება. გადავიდეთ იმ ამბავზე, რაც დავაანონსეთ დასაწყისში. გადავიდეთ, მეც მაინტერესებს თან საპილოტია და ხო რა. საინტერესოა რა ყველანი. მოკლედ ახლა როგორი რაღაცა არის რა. თამაშს რა ქვია, არ ვიცი. პირდაპირ ესე ვიტყვი. ანუ ჩამოთვალე 30 წამში კიდე. არა, ცოტა ისეთი სახელი დავარქვათ. აი, პერსონალური სახელია, ქართული. ბლიც რაღაცა. არ ვიცი რა, მოვიფიქროთ. მე მოვიფიქრე, შემდეგ ეს არის პილოტი ქვია ეხა დღეს. მოკლედ 30 წამი არის
დრო და სამი თემა არის, სამი კითხვა ასე ვთქვათ. მაგალითად ჩამოთვალე რაღაც MMA-დან გამომდინარე, რა თქმა უნდა MMA-ზე ვსაუბრობთ აქ ხალხიდან. მაგალითად რაღაც ჩამოთვალე ქართველი ვიღაც ესპანელი მებრძოლები პროსტა ვიძახი რა და აი მე დავადო იცით რა მოკლედ ეგ თამაში მე დავადო აი მაგალითად 4 ჩამოვთვლი მე ვეტყვი 5 კიო ჩამოთვალეო და 30 წამში უნდა ჩავეტიო და ნამდვილად ჩამოთვალო კოპარტ წერტილი ბატონო მე მგონი ახსენი პრაქტიკაში უფრო გავიგებთ ამას ეგრეა ზოგადად თეორიულ გახსოვს პრაქტიკაში უფრო მაგარი მიჭო დავხსენი და კი ბატონო საინტერესო რამდენ ჩემპიონს ჩამოთვლი ისეც, ვინც საჩემპიონო ბრძოლა ფინიშით წააგო? ექვს. კი. 30 წამში. კი, უეჭველი. დავა ჩამოთვალე. ჩამოთვალო ეგრევე? კი. გლოვერ ტეიშეირა, იზი ადესანია, ჯამალ ჰილი, ალექს პერეირა, ვულკანოვსკი და მე ხო, ეხა ერთი დავრჩა, ხო დრო რამდენი აქვს? ჩალსი. ოლივეირა. დრო შემოჩა. ოლივეირა, კაი ხა 30 წამზე მალე ჩამოთვალე. 5 ეგრევე ჩამოთვალე და ჩალსი იყოს. გეთხრება, ეს ცოტა ჩეპე იყო. არ გეკონა, ანუ პერეირა. არა, ბიჭო, უცბად გონება დამებია. ანუ პერეირა ადესანია, პერეირა შეიმეძლო? პერეირა ადესანია. ძალიან იზი იყო, იზი. 1-0, დიდი ერთიანი. გამოვში 3-მდე, ოკეი და 3 არის. 2-მდე, best of 3-ია რა. best of 3, ხო. ეს უნდა ავიღო ბიჭო. რამდენ ბრაზილიელ მებრძოლს ჩამოთვლი, რომელსაც UFC-ს ოქტაგონზე ფეხი დაუდგამს? მიდი რამდენ? 6 ის. 7. 8. 9. ვა. 10. 11. მიდი. მოიცა, დროს ჩავრთავ რა. დროს ჩავრთავ. არა, ჩავრთავ მე. მითხარი და ჩავრთავ. აი 1 2 3 ვრთავ. პანტოჟა, დეივისონ ფიგერედო, ის რა ქვია, ოლივეირა, კარლოს პრატესი, კაიო ბოჰალიო, მაურისიო რუფი, ჯინსილვა. რამდენზე ვარ? 7-ზე. 7, ალექს პერეირა, ისა როდოლფო ვიეირა, 9-ზე ვარ, ხო? აი მე ხა ისეთებს ვერ ვიხსენებ, ჩემი გავაფრენ. აუ ისეთებს ვერ ვიხსენებ, გავგიჟდები ჩემი. ეგ არის ჩემო ძმა. ვინ გამოჩნდა? როივალი შეგეძლო გეთქვა? როივალი, აუ ხო. ბელატო შეგეძლო გეთქვა? ი, ჰაური ბარსელოსი. გამახსენდა ვაფშე. კარლოს ვერა თუნდაც. ზალესკი შეგეძლო გეთქვა? ზალესკი, აუ რა, ქვეყნის არიან რა. 11 აუ 20 უნდა ჩამომეთვალე. ეგა რა გებინდება, მივეჩვევი, ვივარჯიშებ და ნავარჯიშები მოვალ. მიდი მე-13 დავუშვათ რა საპილოტია ახლა. ჩამოთვალე მსუბუქი წონის ჩემპიონები. რამდენი ჩამო? 5. 5? 6 ძმა. ძალიან იზი. 7. მიდი ჩამოთვალე. დავარ. მოიცა დრო ჩავრთავ? ჩალზი, ისლამი, ხაბიბი, ილია, გეიჯი, არა, ალიაკინტა, მაგრეგორი. 6. 7 უნდა ჩამო. 7. ძალიან მაგრეგორმა ვის მოუგო. ალდო. არა, ალდო ბიჭო. უნაში ვის მოუგო. გამოვშტერდები. მელოტიტიპი. ის ბიჭო ალვარეს, ედი აუე. აუ, ედი როგორ დამოვიწყო. ჰა? კი, მეყო. აუ მიდი რა სხვაებიც. მიდი, ბუხამში შევედი. ბონუსად მეორესაც ეხლა. კი, გავაგზავნე ხოლმე, ბათუ. ვაფშე ეს ხო ის კარტებს ხო დავიკიდათ ხო? აგერ მოვიდეთ ერთი ეგრე. ჰა? მიდი ხო. კამბექ შანსი არ მიცეთ. კარგი თუ მოიგე ორ თემას ავარჩევთ რენდომად. ეგრევე ავარჩევთ ორ თემას, რომ ფრის შანსი მაინც მოგეცეს. დავა. 3-0. მენა ვაგებ ძმა. რამდენ მებრძოლს ჩამოთვლი, რომლებსაც კარიერულად 20 ბრძოლაზე მეტი აქვს ჩატარებული? 5. 6. უეჭველი მეტი უნდა ვთქვა.
ვა შვიდი რო მიდი ჩამოთვა მოიცა მიდი ოლივეირა პორიე გეიჯი მირშატი ეს რა ქვია ჯონ ჯონსი კორმიე მიოჩიჩი რამდენზე არის 7 მაგრამ არის ყველა უეჭველი ძმა ჯონ ჯონსი აუცილებლად ჯონ ჯონსი ხო კორმიეც და მიოჩიჩი აი ეგ არის მე 3-1 მიდი ერთიც ის ვქნათ მერაბი როგორ არ თქვი მერაბიც ხო ილიაზე ვიფიქრეთ ამ 17 გამახსენდა ეგ რა რამდენ UFC-ის ჩემპიონს ჩამოთვლი 30 წამში ყოფილ მოდი მოქმედი ყველა არა ყველა 10 იცი რამდენს მოვასწრებ ახლა მაგაზე ვფიქრობ 11 12 15 16 17 აუეჭველი უნდა ვთქვა ახლა მიდი დავა კაი მაცადე 2 წუთი მომემზადო დავა დემეტრიუს ჯონსონი ჰენრი სეხუდო ეს რა ქვია დეივისონ ფიგერეტო ბრენდონ მორენო პანტოჟა მერაბი TJ დილაშოუ ილია ჩარლზ ოლივეირა ხაბიბი მახაჩევი ის ბელალი ლეონ ედვარდსი კამარუ უსმანი მადალენა ჯონ ჯონსი ანკალაევი არის მართლა 23-ზე უკვე მორჩი იმენა ძმა ხო მარტივი რა თვითონ 3-2 არა ერთი უნდა იყოს კიდე მოჭვე მიმდინარე pound for pound რეიტინგიდან რამდენ მებრძოლს დაასახელებ 10 დაასახელებ 15 კაციდან დაწუნებული ხარ კი მიდი დაასახელებ 1 2 3 ილია ისლამი მერაბი პანტოჟა ჯონ ჯონსი აღარ არის კაი მაშინ ტომას პინალი ანკალაევი პერეირა იმამოვი იმამოვი არის არ ვიცი კაიკარა არა კაიკარა შონომალი მალიც არ ვიცი არის თუ არა კიდე არა იზიც აღარა იქნება არა სამი იქნება ნახე აბა pound for pound-ი გადავამოწმოთ 10 ხო ჩამოთვალე არა 10 ჩამოთვალე ხა იზი თუ არის 10 ჩამოთვალე 11 ჩამოთვალე ისე იმაზე მიწყე არა იზიც არ იქნება ილია პანტოჟა თოფურია ვოლკი როგორ ავთქვი ხამზატი როგორ ავთქვი ანკალაევი არის დრიკუს ტომი არის იმაოვიც არ არის საროკია მიშავდადი ხო აი 3-3-ია ძმა მეოთხე რა სისულელეები ვერ ჩამოვთვალე ბიჭო სისულელეებია მარტივები ვერ ჩამოვთვალე მოკლედ დასრულდა მეგობრებო გამარჯვა დადგმული არ ყოფილა უბრალოდ მე დებილი ვარ და იმამოვი და იზი რა კამბექი დაუდეც იმამოვი და იზი ჩავდე ძალიან კარგი JDM ჩემპიონია როგორ ავთქვი ბიჭო აუ იქ ჩემპიონების ჩამოთვალა დავიწყე დაჟე კიდე ერთ-10 კიდეზე ძალიან ისი იყო ძალიან იზი იყო ის რა ქვია შემდეგში უკვე უფრო რთულები იქნება უბრალოდ გაფილტრულები რივიუ გვაინტერესებს ჩვენი სტაფის წევრები ხო რა და სხვადასხვა თამაშებს მარტო ეს კი არ იქნება სხვადასხვებს იმას ვიზავთ ხოლმე ხან ამას ხან იქით რაღაცა არის იდეები მოკლედ თქვენ არ ინერვიულოთ უბრალოდ აი ეს სტილი თუ მოგწონთ ნიუსებსა და იმას შორის კარდის განხილვას შორის რო იყოს პატარა ესე მოუწდეთ ხოლმე რა და რაღაც კაი, გადავიდეთ ხო ახლა ცოტა ნიუსებზე ვისაუბროთ ილიამ გაბეთეთო White House-ზე main event-ზე მე ვიქნებიო თეთრ კარტზე კი არა თეთრი სახლის კარტზე თეთრ კარტზე ვიქნები პირველი თაგარი წილი თეთრი კარტი ბიჭო ილია სადაც თქვა რომ დადეთო ყველაფერი ყველაფერი ისე იყო როგორც თქვა რა და მე უფრო ილიაში კი არ მეპარება ეჭვი ილიაზე კი არ მინდა უფრო ხსაუბარი. მოდი ცოტა ვილაპარაკოთ კონორზე. მე მგონია რომ მაგ შესაძლებლობას კონორი ახარ გამაზავს. ჩემი აზრით კის თუ იტყვის
ვეღარც გამაზავს რა, ანუ ვეღარ ტრამპი დახრიდა. უეჭველი, ანუ ეგ ისეთი კარდი რა. მოდი მე ესე როგორ წარმომიდგენია, იცი, შეიძლება ძალიან ვაზუიადებდე ხა და ძალიან სისულელებს ლაპარაკობდი, მაგრამ დანამ თქვა ეგეთი რაღაც, რომ ჯონ ჯონს არ მაინტერესებსო თეთრი სახლის ქარდზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ გადამაგდო და ეგეთი კაცი არ მაინტერესებსო, კონორზე პირიქით ვარო. არ ვიცი რატო თქვა, შეიძლება ჩენდლერს ეგეც არ თulis არაფრად, მაგრამ როცა დამჭირდაო არასდროს არ გადავუგდივარ და იდეაში ეგრეც იყო რა, იქ კრივის იმიდან, მეიუეზერის იმიდან ხაბიბთან მოbrunდა და ასე შემდეგ და მე მგონია რომ უბრალოდ როგორ რაღაც იქნება, იცი, აი თეთრი სახლის ქარდზე თუ მოითხოვა ესე უფრო მეტად კონორმა ბრძოლა და აი ოფიციალურად ჩანიშნამდე მივიდა, აი კონორს დაადგება და რაღაც თავისი რაღაც რუსული მაფიიდან რაღაცით იმენა, რაღაც ამერიკული იმითი და არჩევ თუ ჩაშლიო გაგაქრობთო იმენა რა, მე მგონია რომ მორჩება. მე მგონია რომ აქ ბრძოლას კონორი აუცილებლად მოიგებს. თეთრ ქარდზე. რა მოითხოვა, იცი? 100 მილიონი და 100 ცალი green card-ა მინდა. მართლა გეუბნ, green card-ა მინდა ჩემი ახლობლებისთვისო და რაღაცები, რომ ყველა ამერიკაში მოსავს და იდეაში ასეცილო არც არის რა ტიპმა იმდენი რაღაც გააკეთა ამ სპორტში. შეუძლია რა ეგეთი მოთხოვნა. რომ მართლა შეუძლია, აი სულ იკაიფოს რა, აი 100 green card-ა 200 მომეცითო, რო თქოს იმსახურებს. თან ახლა როგორი მასშტაბური ივენთი იქნება თეთრ სახლში ყველა ვიცით რა. სიგიჟე არის ისე, აი რო ვფიქრობ, რომ თეთრი სახლის ივენთი. გონია რომ როგორი აი UFC 300-ზე მაგარი ქარდი იქნება. უეჭველი ეგ 100-იან. ანუ ეგ არის ქარდი, რომელიც არც ერთი მარტო MMA-ში კი არა, ანუ სპორტს ვერ დამისახელებ ეგეთი მასშტაბური რაღაც რო გაკეთებული იყოს, აი ფეხბურთი ამ ხელა სპორტი არის რა. მსგავსი რაღაც მე არ მინახავს სოფლიო ჩემპიონატებზე, როგორ ემზადებიან 1000, რავი, მილიარდები და მილიონები იხარჯება სოფლიო ჩემპიონატის კამპანიაზე ხოლმე და მსგავსი რაღაც არ მინახავს რა. იმენა არ მინახავს, არც კალათბურთში რო ფული არის. რავი, იმოწყვილს. შემდეგი რა იქნება? ზონა 51. არ ვიცი, სადღა, რავი, ალბათ უნდა გავუცდეთ კოსმოსს და მთვარეზე ჩავატაროთ ან რაღაც გრავიტაციის ამბებს თუ მოაგვარებ. ეგრე აი სფეროს მერე ესეთი აპგრეიდი თუ მინდა ერთადერთი აპგრეიდი მე მგონი ეგ იყო რა. ხო, მაგრამ ძალიან სიგიჟე არის რა. რო ვფიქრდები, წარმოიდგინე ხა, პრეზიდენტის სახლში ატარებ ივენტს. გასაგებია, მაგრამ ანუ ეს იმასაც აჩენს რამდენად მნიშვნელოვანი ორგანიზაცია გახდა UFC ამერიკისთვის რა. ბიჭო, მნიშვნელოვანზე მეტად ის არის ის თემა არის მან დრო რამდენად ევასება ტრამპს MMA და დანა ვაიტი ეგ არის რა. ეს ტესტერონის მოზღავებას ხედავს. იმიტომ რომ აი ბაიდენი ეხლა რო იყოს ჩემპიონი. ეს არა მოჭ. ბაიდენი რო იყოს პრეზიდენტი შანსი არ არის, მაგრამ თეთრი სახლის ქარტია, აი, ვაფშე იქ. აი, პოლიტიკურ განხილვაში ნუ გადავალთ. არა, მე შევჩები ის. ისე რომელი ქვეყნის პრეზიდენტი იქნებოდა? კარგი მებრძოლი? ხო. აუ, ეგ და გინდა თეთრი სახლის ქარტია ვაწყოთ? ვერა ვაწყ. რომელი იქნებოდა კარგი პრეზიდენტი, და პრეზიდენტი კარგი MMA-ის მებრძოლი. კადიროს ოჩიმაევის ნაცემის სპარინგის. პრეზიდენტად არ გადის. აცემინდა. ეგა თავარი რა. არა, კადიროვი არც პუტინი. ყაველა. ლერონ მერფი ვერსია. ბიჭო, არ ვიცი მართლა პრეზიდენტებში ვერ ვიცი. არა უშავს. გუბერნატორი რომ ეთქვა, გუბერნატორი რომ ეთქვა. ვისი მერი თბილისის მერი ვერა ჯერ არ ვიცი თუ ინიკა მე ვიცი გადავედით გადაგვიცდა აი მოდი ერთს ვიტყვი რა რომ იქთა ჩაწერაზე მართლა ვქნათ ეგ მომემზადოთ და ქარტი ავაწყოთ ჩვენი რა და რამდენს გამოვიცნობთ არა ძმა გამოვიცნობთ არა просто ავაწყოთ და ერთმანეთს შევადაროთ რა რომლის უფრო უკეთესი ქარტი იქნება აი ისე ერთი მითხარი ჰედლაინერად ვინ გინდა ილია ხო მაგოჭელი ამერიკელი უნდა იყოს ვიღაცა მეორე მაშინ ხო სხვანაირად თეთრი სახლის ქარტი ხო მაგრამ ამერიკელი უეჭველი ამერიკელი იქნება აი მე მაგიტომ გონია რომ კონორი ჩენდლერს მან ჩანიშნავენ
ძალიან მგონი, მაგიტომ მგონი. ანუ შენ ფიქრობ, რომ ამერიკელი უნდა იყოს აუცილებლად ჰედლაინერი და ეს ამერიკელი მაიკ ჩენდლერი იქნება. სხვა რა გზა არის, აბა კონორს ვისაჩხუბებენ სხვა. ანუ ეხა შენი აზრით ტრამპი გაიყვანს ტიპს. რომელსაც მაიკ ჩენდლერი საიგივ მაგდა. ბიჭო, იცი როგორ იქნება? ჩეხაობა ვთქვათ რა. გასაგებია, მაგრამ წაგება ხო არა. აი, აბა მაშინ ვინ არის? ამერიკელი ვინ? კაილა ჰარისონი? ჯონ ჯონსი არ არის. კაილა ჰარისონი შეიძლება. არა, ძმა, ქალების ჩხუბი პრელიმზე იქნება. აუს კაილა ჰარისონის ჩხუბი აუცილებლად იქნება. კაილა ჰარისონი ის რა ქვია? ეხა ფეის-ოფი რო ქონდათ. ვაი, ამანდა ნუნეში, ხო. კაილა ჰარისონი შემეს თუ ეჭველი იქნება. ჰედლაინერი, შანსი. ჰედლაინერია, კარგი, პრელიმზე იქნება. ჰედლაინერი თუ უნდა იყოს აუცილებლად ამერიკელი, მაშინ კაილა ჰარისონი იქნება. პრელიმზე იქნება. ამერიკელზე არა, ძმა. ჯონ ჯონსი თუ არ იქნება, არიან კიდე ამერიკელები. აი დაიკიდე რა, ძალიან ცუდად ვარ სიცხე მომიწია უკვე იმ. დავუშვებთ მოკლედ რა მაყურებელს, თორე ძალიან ისეთი თემა არის ხა. დაუკრეფავში და როგორში. მოგვიწია გადასვლა და ვიყავით უკვე. ხო რა. მოკლედ კარგ ხარც გისურვებთ. კარგ ხარც უსურვებ ჩვენ თავსაც, კარგ ხარც გისურვებ შენც შემო. ადო ასე ძმა. კარგად კარგულებას გისურვებ და რა ყველაფერი კარგი შევხვედროდეთ იქითა. უი, ერთი კარგი ნიუსი საერთოდ. მერაბი არ ვიცი, მაგრამ 7 კვირა რო კიდე ZDZ გვექნება ივენთები და შესვენება რო აღარ გვიწევს, აი ეს არის კარგი. ჩვენც უფრო გავაქტიურდებით. ხო რა, ტონუსში შევხვდით. იბატონი და მერაბის კარტით დაუბრუნდებით იქითა კვირას. ნახოთ როგორ იქნება სიტუაცია. შეიძლება სტუმრით დაუბრუნდეთ, შეიძლება მედალადო ვიყოთ ისევე, არ ვიცი მაგას გავეგებინებთ, სურპრიზად დავტოვებ და მოკლედ იქით შაბათამდე რა. კარგად მეგობრებო.